დაახლოებით ორკვირიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ცემში მცხოვრები 21 წლის თორნიკე გოგოლაძე გარდაცვლილი იპოვეს. თემის რწმუნებულის განცხადებით იგი ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მწყემსმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს შეატყობინა. სოფელ ქვიშხეთსა და სოფელ ტეზერს შორის რკინიგზის მიმდებარედ აღმოაჩინა გარდაცვლილი გადასვენებული იქნა გორის ჰოსპიტალში, სადაც პირველადი დასკვნით ზალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ხოლო დანარჩენ ექსპერტიზის პასუხები დაახლოებით თვენახევარში იქნება. რამდენადაც ახლა ექსპერტმა იქ ყურის მოკვდით ასე რომ თქვა დაუზუსტებელი ინფორმაციით შესაძლებელია რომ ყინვისგანაც იყოსო. შეგახსენებთ, რომ თორნიკე გოგოლაძეს მშობლები და სამართალდამცავები 3 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით იგი ბოლოს წეროვანის დასახლებაში მეგობრებთან ერთად ნათლობაში იმყოფებოდა, სუფრა მან საღამოს 9 საათისთვის დატოვა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას ბოლო ინფორმაცია, რომელიც ოჯახს მიაწოდეს, იყო ის, რომ ერთ-ერთმა მცხოველმა თორნიკე გოგოლაძე გორამდე წამოიყვანა. როგორც დარეკა ერთმა მძღოლმა წეროვანიდან მოიყვანა გორამდე. თვითონ გორში ჩაუხვევია მანქანით და ჩამოსვა გორში გზაზე, რომ უნდა წამოსულიყო ბორჯომის მიმართულებით. ორიდან ხაშურში როგორ მოხდა? არავინ, მაგის მნახველი არავინ არ არის. არანაირი მოსახლეობა არა. არავისთან აბსოლუტურად საიდან გაჩნდა იქ რაუდგენელი. გარდაცვლილი ამჟამად სოფელ ცემში საკუთარ სახლშია გადასვენებული. მას ოჯახში მშობლები და 2 და დარჩა.